დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს არის 19 აპრილი და დღეს ჩვენ ვიმყოფებით კახეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში, უძველეს, რაც მთავარია სოფელში, ეს არის სოფელი ჭერემი, რომელიც ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება მე-3 საუკუნიდან. ამ სოფელში გადიოდა უძველესი საქარავნე გზა, რასაც ადასტურებს ჩატარებული 80-იანი წლების დასაწყისში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები, რომლის დროსაც ნაპოვნი იყო კერამიკული ნივთები, აგრეთვე რომაული მონეტები. ეს ფაქტები სწორედ იმის მეტყველია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა გადიოდა სოფელ ჭერემზე. გარდა ამისა, სოფელთან, დღევანდელ სოფელთან ახლომახლოში არის მე-5 საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის პერიოდში აშენებული უძველესი ქალაქი. უпростоრად დღესდღეობით დარჩენილია ამ ქალაქისაგან მხოლოდ ნანგრევები და ნარჩენები. სწორედ ამის ნახვა მაინტერესებს, რა მდგომარეობაში არის დარჩენილი ეს უძველესი ისტორიული ქალაქი და გარდა ამისა, სოფელშიც მინდა შევიაროთ, ნახოთ მოსახლეობა თუ ცხოვრობს სოფელ ჭერემში, რითია დაკავებული, დენი სოფლამდე მოდის და გზაც არ არის ძნელი ამოსასვლელი, ჩვეულებრივი მანქანითაც შეიძლება ამ სოფელში ამოსვლა. ასე რომ გვიყურეთ, დიდი მადლობა ვინც უკვე გამოიწერა ჩემი არხი, ვინც უყურებს და ალაიქებს, კომენტარებს, ვინც მწერს, ძალიან დიდი მადლობა. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაძლევს მეტ სტიმულს, რათა გავაკეთო უფრო საინტერესო ვიდეოები, საინტერესო ადგილები გადავიღო, სოფლები, მონასტრები და ასე შემდეგ. ასე რომ გვიყურეთ, არხი გამოიწერეთ და ალაიქეთ, კომენტარისთვის ნებისმიერ დროს მე ვარ ღია, მომწერეთ ნებისმიერამ. წავიდით ახლა დღეს დავათვალიეროთ სოფელი ჭერემი. აბადროებით მალე შევხვდებით. ესეც სოფელ ჭერემამდე ბეტონის გზა არის დაგებული, ერთი მონაკვეთი, კარგი აღმართი არის და მაგის გამო ალბათ ბეტონის გზა დააგეს. ნახოთ სადამდე არის დაგებული გზა. ეს ასფალტი ალბათ ძველი გაკეთებულია, ხო, ბაბა? დინარიდან ზევით კაი აღმართებია და გზაც კარგია. იმედია სოფლამდე იქნება შევართ ჭერემი. აი შევედით, ეს სახლები გამოჩნდა, აი რაღაც სახლებია. ცენტრალური დათბობა ქონდა. დენი არის. კი, გზა არის, რას წარმოვიდგენდი ახლა აქ? ასეთი ასფალტი თუ იქნებოდა. არა, ეს სახლები, ამ სახლებში ახლა არავინ არაა. ამჟამად არავინ არ ცხოვრობს, ეთყობა, ხო დაკეტილი აქვს, ზოგს ბოქლომიადებს. მაგრამ ძალიან საინტერესო სოფელია. ეს რამხელა შენობაა, რა იყო ამ შენობაში? ნახე რა უზარმაზარი შენობა არის. საბჭო. ნახე ბაბუ რა ლამაზი შენობა იყო ესა. გაჭე, ხელა შენობა იყო. ეკლესია. აი ეკლესია. ნახოთ. მოიცა სად გავაჩერდა ახლა მე. ნახე რა სერიოზული სოფელი იყო ჭერემი. აქ რაღაცა იყო, რა იყო? გაპარტახტა, რაც საბჭოური წყობილება დაიშალა, შენობებიც ნელ-ნელა გაპარტახტა. ზევითაც არის სახლები, აი ზევითაც ცხოვრობენ, დენი არის. არა, მხოლოდ შენობა იყოს.
აბა ერთი შევიდეთ საბჭო შენობაში. ნიკოლოზის დროინგელი შენობა დაგვებედა. ხო, ბიჭო, კომუნისტების აშენებულ შენობა აღარ ინგრევა. ისე ხარისხიანად არის აშენებული. ესეც ორსართულიანი საბჭოს შენობა. წყნარი სოფელია. მაინტერესებს თუ არის სოფელში დარჩენილი მაცხოვრებელი, გავიაროთ, გამოვიაროთ. აქ მაღაზია იყო. ბოქლომიადებს, მაგრამ შუშები აღარ აგზეთ. ხო, აქ ცხოვრება როცა თუხთუხებდა მაღაზიაც იყო, კი, თაროები, მაცივრები, საწყობი. აქ რა იყო ნეტა? ეს იყო ალბათ საბჭო და ეს სიგრილე და ხაერია მაგრამ. ხო, 1000 მეტრაზე ვარ ზღვის დონიდან, სოფელი ჭერემში. მე არ მეგონა ამ ხელა სოფელი თუ იქნებოდა. მე მეგონა პატარა სოფელი, სადაც არავინ არ ცხოვრობს, შენობები არ არის. აქ კიდე რამხელა გრანდიოზული ნაგებობებია. მართალია უკვე გაპარტახებულია, მაგრამ თავის დროზე ამ შენობებს ხო ქონდა თავისი ფუნქცია რა, ხალხი როცა ცხოვრობდა აქ. აი ზეით რა იყო, იქნება. რას გაიგებ? არაფერი ინფორმაცია არ არის მაგასთან დაკავშირებით. ეს ახალი გაკეთებული ეგერ საბავშვო გასართობი მოედანი. როგორაა გადაწვენილი, ხედავ კედელი. ხო, ეს გამაგრებული რო არ იყოს, ამდღენში წაიქცეოდა უკვე. ვაუ. ეს კედელი როგორა გადაწვენილი. სამაგრები აქ ეგრე გაკეთებული. და ამას უკავია ხელა კედელი. აზე სერიოზული მუშაობა არის ჩასატარებელი. ვარ დაინგრეს. თორე ადრია თუ გიან ეს აღარ უშველის ეს სამაგრები და დაინგრევა. ეს კედელის დაინგრევა და ესეც. წავიდეთ ახლა ვნახოთ სოფელში რა ხდება და მერე მინდა ასევე ვნახო ძველი ნაქალაქარი ვახტანგ გორგასლის პერიოდში არის აშენებული. აი სოფელ ჭერემში ვართ ახლა და სოფლის განაპირას ამხელა შენობა არის და ამ შენობას მე მგონი არანაირი ფუნქცია დღესდღეობით ახარ გააჩნია, ამიტომ რომ ეთყობა რომ აქ არავინ არ ცხოვრობს. მაგრამ თავის დროზე ამხელა შენობას არ ვიცი რა იყო ოღონდ ამ შენობაში ჭიშკარიც აქვს. ეს არის სოფლის ბოლო. მე ხა მინდა აქედან ცოტა ფეხით გავუყვე. ესო წამოდით თქვენ ნენელა მანქანით. აი ეს ახალი აშენებულიც მაინტერესებს. აი ეგ ახალ სახლს აშენებს ადამიანი მშვენიერ ბუნებაში. ძალიან კარგი ადგილია.
რასაც ქვია სოფელი. დენი არის, წყალი არის. მე თმა გაუმარჯოს, აი რა ლამაზ სახლს აშენებს. აი მინიმუმ ასეთი სახლები უნდა იყოს აი ესეთ სოფლებში, რომელიც ქალაქთან ახლოს არის. გზაც ეხლა არ არის კატასტროფული რთული ამოსასვლელი. მე მგონია ეს სედანითაც ამოვა რა ადამიანი ჩვეულებრივ ნელ-ნელა სოფლამდე დაახლოებით 2 კილომეტრი. კარგი გზა არის, ასფალტია დაგებული, ბეტონიც. მაგარი აღმართი იყო და აუკეთებიათ კარგი გზა. აი ეს უკვე ძველი სახლია. სახურავი არა აქვს. მაგრამ კაპიტალური აშენებული სახლი იყო ეს. ოდესღაც. აქეთაც ეგერა, აი ნაკვეთებია. ალბათ ამ ნაკვეთებს არ ვიცი ყიდიან თუ არ ყიდიან, ყოველ შემთხვევაში ასეთი ნაკვეთებია. შიგნით აი დაშლილი სახლი არის, სახლის ნარჩენებია დარჩენილი. ნამდვილად არავინ არ ცხოვრობს ამ სახლში. ისია ხეებში და მაყულის ბუჩქებში დამალული. შეღობილი არის. ლამაზი ეგერ სახლი, სოფლის სახლი. აგერ აშენებენ ახალ სახლებს. აჰა, აი. ძაღლია? მიდი, აბა მიდი, წადი ნელ-ნელა. აგერ სოფელში საქმიანობენ. გამარჯობათ, გამარჯობათ. აგერ აშენებს პატივცემული. ვისაც აქვს საშუალება, ის ცდილობს რომ განაახლოს თავისი სახლი, ცხოვრება სოფელში, იმიტომ რომ ასეთ სუფთა ჰაერს, ასეთ ლამაზ ბუნებას უბრალოდ ძალიან გულდასაწყვეტი რომ ასეთ ადგილებში სახლები იყოს მიტოვებული. აგერა. ყველა აღმოვა დაჭი. მოიცე? აწერია. მაინტერესებს ერთი ახლოდან შევხედო. ეს სკოლა ხა ფუნქციონირებს, დავიჯერო.
მე მგონი ამ სკოლას არემონტებენ და მალე გაიხსნება. ასეთი ასფალტის გზა არის სოფელ ჭერემში. შვენიერი. მშენებარე სახლებიც რამოდენიმე შეგვხვდა, მაგრამ ასეთი მიტოვებული სახლებიც ბევრია. ეს სკოლა იყო და მე მგონი არემონტებენ სკოლას. უკანა მხრიდან ეტყობა რაღაც სარემონტო სამუშაოები მიდის რა. როგორც მე ესე იგი ამოვიკითხე ინტერნეტში ეს ისედაც ეთყობა ეხა სახლებზე დიდი სახლებია საკმაოდ დიდი სოფელია გზებიც ისია კარგად გაკეთებული რომ დაახლოებით 80-იან წლების დასაწყისში საკმაოდ ბევრი ხალხი ცხოვრობდა და მერე უკვე მაშინდელმა მთავრობამ ამ სოფლიდან ისევე როგორც სხვა ბევრი სოფლიდან იმის გამო რომ რუსთავში, რომელიც ინდუსტრიული ქალაქი იყო, მუშაობდა მეტალურგია, ცემენტის ქარხანა, აზოტი და ასე შემდეგ. მუშა ხელის უკმარისობა იყო და ამ სოფლიდან ეს სოფელი იყო ერთ-ერთი სოფელი ჭერემი, საიდანაც ხალხი ესე იგი გადაიყვანეს სოფელ გამარჯვებაში, რომელიც არის რუსთავთან ძალიან ახლოს, სოფელი გამარჯვება და მაგის შემდეგ უკვე ამ სოფელმა დაიწყო ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, მიძინება. ხალხისაგან დაიცალა. ზოგი მერე დაუბრუნდა თავიანთ სახლებს, ზოგი დარჩა გამარჯვებაში და იმის მერე უკვე ასე არის მიტოვებული ეს სახლები და ეს სოფელი ულამაზეს ადგილას სოფელი ჭერემი. აგერზევითაც სოფელ ჭერემთან ამოვედით ახლა და პატარა ეკლესია დაგხვდა გზაზე. პირიქეს ეკლესია. როგორც ყველა ეკლესიასთან არის მაგიდა სკამები გაკეთებული. აქ არის პატარა ეკლესია და ეკლესიაში არის ჭურები, სავსე ღვინით, ქვევრებიც არის. ნებისმიერ შეუძლია შემოვიდეს და დააგემონოს ღვინო. რა თქმა უნდა, ცარიელია ჭურები, მაგრამ ერთ დროს სავსე იყო. თვითონ სოფლიდან ნაქალაქარამდე იქნება 1-2-3 კილომეტრი, ხო? ბესო მეტი არ იქნება. და ნაქალაქარამდე არის ესეთი გზა. ჭერემიდან ესეთი უძველესი ეკლესია შეგვხვდა, რომელიც თარიღდება მე-5 საუკუნით, ვახტანგ გორგასლის პერიოდში არის აგებული. საკმაოდ კარგად არის შენარჩუნებული. შიგნიდანაც შიგნით ცარიელია. და ამ ეკლესიიდან სულ რამოდენიმე მეტრში არის ძველი ნაქალაქარი და სწორედ იქ მინდა ეხლა რომ მივიდეთ და დავათვალიეროთ ეს უძველესი ადგილი. წარმოიდგინეთ 15 საუკუნე გავიდა რაც აშენდა ეს ეკლესიები და რა კარგად არის შენარჩუნებული. არაჩვეულებრივი ბუნებაა. ბესო ნაქალაქარი ნახე? მაკეთ არის ხო? შეავლეს ხელი ალბათ. არა ბიჭო, ძველი აშენებულია. ძველი არის ხო, მაგრამ ეთყობა რესტავრაცია გაუკეთეს, შეიძლება. აი ეს არის ჭერემის სასახლე, აი იქ არის ნახავაგერ ჩანსაკიდე. და მე არის ჭერემის ციხის ნანგრევები. აი მინდა მივიდე ვნახო. ნახე ბაბუ სასახლე.
ავიდი ახლა ერთი მეც ვნახო. ამ ადგილს უნდა ცოტა მეტი ყურადღება გზა რო გაკეთეს ცოტა მარტივი ამოსასვლელი რო იყოს ნებისმიერი მანქანისთვის ამ ადგილს ცოტა ხელისშევლება უნდა და არაჩვეულებრივი ისტორიული ადგილია როგორც ჩვენთვის ასევე ტურისტების მოყვანა შეიძლება სად არის რომელ ქვეყანაშია იმდენი უძველესი ისტორიული ძეგლები და ასეთი ადგილები ნახეთ რამხელა კედელი იყო მეტრა ნახევარი იქნება ამისი სისქე კედლის და სიმაღლეში იყო ეს აქ ორი სართული იყო აშენებული ორსართულიანი არაჩვეულებრივი დარბაზი ციხე დარბაზი იყო ეს იქიდან შემოსასვლელი კარიბი მაგრამ სამწუხაროდ ეხლა არის განადგურებული და რაც არის დარჩენილი კი ხედავთ და სასახლესთან ახლომახლოში არის ესეთი ქვების წყობა, ეთყობა, როგორი კედლები იყო და შენობები იყო აქ აშენებული. აქ იყო ძველი ქალაქი. წარმოიდგინეთ რა დრო გავიდა და ეგერ ეს რა არის? ქვევრის მაგვარი შესანახი იყო აქ ალბათ რაღაცის აქაც რომელიც უკვე ამოვსებულია ეთყობა პროდუქცია ინახავდნენ უზარმაზარი ქალაქი იყო და ეს ქალაქი განადგურდა ლეკების შემოსევის პერიოდში აქეთ ხარეს ძალიან გავრცელებული იყო ლეკების შემოსევა და სწორედ ამ პერიოდს უკავშირებენ ამ ქალაქის დანგრევას. ქვები როგორა გათლილი. გეგონება საჭილ დაზგაზია გატარებული. არა და ხელით არის სულ დამუშავებული ეს ქვები. თქვენ წარმოიდგინეთ. აქეთ არის ხრამი, საიდანაც წერი ვერ ამოვიდოდა ფიზიკურად, ხრამით იყო დაცული ეს ქალაქი და ერთი მხარი აქვს მარტო შემოსასვლელი ამ ქალაქს, რომელიც შემოსასვლელთან დიდი კედელი იყო დამცავი და წერი ვერ შემოდიოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც დაინგრა. ეს მე მგონი ბოლოა უკვე სოფლის. აქეთ ხრამია. აი აქაც როგორი შენობა იყო ეთყობა და შიგნით ხეები ამოსული. უზარმაზარი ქალაქი იყო. ქალაქი ჭერემი. აი ძველი ქალაქი, ნაქალაქარი თარიღდება მე-3 საუკუნით. აი რამხელა ხრამია. ესეც სოფელ ჭერემში არის ახლა დაშენებული სამონასტრო კომპლექსი. აგერ იქით ქვევით არის სოფელი ჭერემი. სოფელ ჭერემთან მეგობრებო დაახლოებით 3-4 კილომეტრში არის პატარა სალოცავი ციკლაურების სახელობის მივედით ახლა მან და მინდა ეს პატარა სალოცავიც გაჩვენოთ.
აი ეს არის ციკლაურები, სალოცავი ქვევით ჩავიდეთ. ნახოთ და სალოცავთან არის მაგიდას კამები. ალბათ აქ გავჩერდებით ახლა ჩვენ. ხო, ვისადილო, თორე გშია ბაბო. ხო, ბესო გავჩერდეთ, ხო ჯობია აქ და მე გავაგზავნებთ კიდე. არაჩვეულებრივი ადგილია. ტყეში. სიწყნარი, სიმშვიდე, ნერვებს რო აწყნარებს, აი ესეთი ადგილია. და ასეთი ადგილი არის აურაცხელი. ჩვენ ქვეყანაში, საქართველოში, მაგრამ ცოტა ხილის შევლება და მოვლა უნდა და აქაც ქვევრებია. ნამდვილი გარეული ცხენი ტყეში მე ერთად რას დროს არ მინახია. ეს არის მეგობრებო, აბა დროებით დაგემშვიდობებით, წავედით ახლა ჩვენ სახლისაკენ.